გორ ხმებს მოაკრავებენ ზუკა გუგა მუზები და ვინც არ ყოფილა კიდე ზუკა გუგა და მუზები კი ლიკა კაპანაძე გამარჯობა მუზები მეც მაინტერესებს აუთსაიდერებად როგორები იქნებიან და რას იზავენ კი ბატონო იმიტომ რომ ეგენი არ ყოფილა ზუკა გუგაც არ ყოფილა აუთსაიდერებად ჯავახა არ მინდა აუთსაიდერად რო იყოს იმიტომ რომ მგონია რომ მარიამს აქვს დიდი შანსი აუთსაიდერად რო იყოს არ მინდა რომ იჯდეს აუთსაიდერად მაგრამ მგონია რომ აუთსაიდერად დასვამენ ჯავახაცაც აქვს შანსი აუთსაიდერი რო იყოს და ასევე ანასტასიასაც მიუხედავად იმისა რომ ზუკა გუგასთან კარგი ურთიერთობა აქვს ანასტასიას შესაძლებელია რომ მასაც დაუწერონ წითელი დროშები კი ჯავახაც და მარიამის წყვილი მომწონს ძალიან საყვარლები არიან ხო თიკო გეთანხმები მაგაში გულშემატკივრების გაყოფაში გეთანხმები და ძალიან ცუდია იმიტომ რომ საერთო გულშემატკივრები ყავთ ბევრი მუზები თუ დაჯდებიან მაშინ ანასტასიას დასვავენ კიკი 12 ხო ვინ არის ეს იუზერი ლოგიკურია კი ბატონო ლორენცოს ნიჭიერებაზე და განათლებაზე რა სიტყვი ხალხო ლორენცო ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ძალიან ქარიზმატული და შეიძლება ჩემ გემოვნებაში საერთოდ არ ჯდება მაგრამ ძალიან ქარიზმატული არის მე მგონი და ძალიან ნიჭიერი და სტრატეგიულიც არის ერთგვარად განათლებას რაც შეეხება ნუ ახლა მაგის განათლებაზე ვერ ვიტყვი, რაღაცა ძალიან ბევრი სკროლა ეს ფსიქოლოგიური რილსებს უყურა ძალიან ბევრს და შეიძლება მასე გახდა ფსიქოლოგი, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ძლიერი თვისება აქვს ხასიათში, ანუ ეს თქვათ resistance, ხო? მდგრადია და სტრესისადმი გამძლეობა აქვს და ძალიან მაგრად უდგას, წინააღმდეგობას უწევს ამ ზუკა გუგას აგრესიას. ანუ აგრესიისადმი გამძლეობა და მდგრადობა აქვს, მაგრამ ახლა რო ვთქვა, რომ განათლებული ბიჭი რა, ხალხო, რანაირად არის ლორენცო განათლებული. ბევრად განათლებულია ვიდრე ის დანარჩენი სხვა მონაწილეები, მაგრამ მე განიშნავს, რომ ლორენცო განათლებულია, რადგან იმათზე განათლებული. როდის არის წითელი ბარათები და დღეს არის სავარაუდოდ გვიან იქნება. მე ლორენცოს გულშემატკივრობდი, როცა ბონდო და ვინ იყო? ბონდოსთან ერთად რო იჯდა, ლორენცოს გულშემატკივრობდი, მაშინ გეთანხმებით. მანანიკო კი ძალიან გაამწარეს, ხო, ლორენცო ძალიან უტევენ და ძალიან არათანაბარ პირობებშია, იმიტომ რომ ლორენცო არის ერთ მოთამაშედ შესული და ზუკა გუგა არის ძმაკაცები არიან ერთად შემოსულების შესაბამისად ორ მაგის შეტევა აქვს და ლორენცო ძალიან კი ცოდოა იმ კუთხით, რომ მარტო უწევს ხოლმე მოგერიება ამხელა აგრესიის. გემოვნება რა შუაშია ღირსია კარგად მოიხსენიულ გადაამწარეს ტიპი. კი ბატონო, მანანიკო გეთანხმები ძალიან ბევრი. თემო შარიკაძე ხო ლელუ ძალიან კაცივით ჩხუბობს. მარიამო მეც მიყვარხარ. მგონი მაგათი ბავშვობის ძმაკაცობა შეეწირება პროექტს. მე მგონი რა ვიცი ძმაკაცება დარჩებია, იმიტომ რომ ორი ერთნაირია მართლა.
თიკას მიაჩნია ესე თიკო ნახე ისევ იმ სექტიდან არის ეს იუზერიც რომელიც თვლის რომ მე რადგან პროექტიდან გამოვედი აღარ მაქვს უფლება პროექტზე ლაპარაკის ხალხმა ანუ საიდან მოდის ეს შეზღუდვები და ეს წესები საიდან მოგაქვთ ხალხო ანუ შეიძლება არ გაინტერესებდეს და არ მისმენდე კაცო ეგეც მესმის მაგრამ ის რომ პროექტიდან ხო გამოხვედი და რატო ლაპარაკობ ხალხო აი საიდან მოდის ეს ანუ ნახეთ პროექტში რომ არ ყოფილიყავი ისედაც შემეძლო რომ ვიჯდე და ვილაპარაკო რეალიტი შოუზე ხო ხო და მე მესმის კი რო არ მოგწონს ადამიანი უყურებ იმიტომ რომ ბონდოს შემთხვევაში მგეტყვით ხალხს არ მოწონდა და მაგის ვიდეოებს უყურებდნენ გიჟივით ბევრი ნახვები ქონდა როგორ იკლაკნებოდა გველივით ხო ნუ ხო და აი ეს ხალხი ძალიან მომწონს რა გავაკეთო აი ნარგიზა არის ჩემი ტოპ თიკო შენთან ბოდიში თიკო შენ ჩემი მეგობარი ხარ მაგრამ ნარგიზას ფანი ვარ რომელიც ჩემს ხელფასზე და ჩემს რჩენაზე დარდობდა და დაჟინებით წერდა ესე კომენტარებს რომ მითხარიო კაცო როგორ ცხოვრობო თავს როგორ ირჩენო ხო და ნარგიზა არის ჩემი რა ვიცი ნარგიზას ფანი ვარ მოკლედ რატო დაიკარგა ეს ქალი აურაცა სასტრაფო დარბის და ის ხალხი მომწონს კიდე ძალიან მომწონს ის ხალხი ვინც თვლის რომ ჰაუსიდან ხო გამოხვედი და რატო ლაპარაკობ ანუ რატო უნდა ვილაპარაკო ოღონდ მაგაზე აღარ აქვს არგუმენტი ხო თავისი ტკივილი რატონით თქვა მთელმა საქართველოს მიწვის ჩემი ცხოვრება მანანიკო ვიზე ამბობ გუშინდელი სიტუაცია ანიტა გუშინდელი სიტუაცია იყო კატასტროფა იმიტომ რომ მე რაც ვნახე ანუ არაკაცო შენ უფრო არაკაცი ხარ შენ უფრო ცუდი ხარ ანუ ეს ჩემი აზრით კამათი არ იყო საინტერესო შეიძლება რომ იყოს კამათი რაღაც არგუმენტირებული კამათი მაგრამ აი ეს არაკაცო და ბოლხმაზე ანუ მე ძალიან დამეზარა 200 ჯერ გადავახვია ეს ეპიზოდი სულ ყვირილი იყო სწორი და წესიერი თქვენთვის რას ნიშნავს? მუზეებზე რო იძახი წესიერები არ მარტო თიკო ხო ანუ ეს წესიერება რა გრძელ კაბებში და ხალათებში გამო ანუ ეს წესიერება საიდან დაინახეთ? არგუმენტი ისაა თიკა არგუმენტი ისა რომ გინდოდა პროექტში დარჩენილიყავი მაგრამ საამისოდ და სასხვისოდ თიკა ძალიან მაგარი არგუმენტი დაწერე შინარსი ალბათ მხოლოდ შენიცი ამ შენი ნაწერის ხა რომ მქონდეს საშუალება ჩავუგდებდი chat GPT-ს რომ მითარგმნოს რა დაწერე მაგრამ სამწუხაროდ ახლა მაგის დრო არა მაქვს ალგებრა არ ვიცი ხა წესიერება და ის არ ვიცი ხალათი ჩუსტი და გრძელი კაბა და ჩოხა და ფანდური ნიშნავს წესიერებას ხალხო ვერ გეტყვით ანუ სხვის განათლებას რო განიხილავ ჯერ შენსაც მიხედეო კარე მიხედილი მაქვს ჩემი განათლება მიხედილი მაქვს მრავალ გზის სხვათა შორის დიდი მადლობა რომ ჩემ განათლებაზე შეწუხდი ერთი რამ ავიწყდება რომ ისინი განხილავენ როგორც შოუს მონაწილეები გეთანხმები სალომე კარგად შე როგორ ხარ
არ ჯდებიან არასდროს. პოპულარობისთვის შევიდნენ გახდნენ და ნუღა იბანძებენ თან ისედაც გოიმები. გოიმობას მე რა შევხედავ კიდევ ერთხელ გეტყვით. არა ჩაცმულობაში, არა იმაში და არა იმაში, უბრალოდ გოიმობას მე ვხედავ რაში, იცით ხალხო? აი ერთ ეპიზოდს გეტყვით და რაში ვხედავ მე გოიმობას გეტყვით, ხო, ეს არის ჩემი პირადი აზრი. მე ვხედავ იმაში, რომ მუზებს თინათინს და დიანას დარწმუნებით, ოღონ არ ხუმრობდნენ ხალხნო, ძალიან დარწმუნებით ეგონათ, რომ მე მათი ნიჭის და მათი შესაძლებლობების და მათი სილამაზის მშურდა. ანუ მე ეგონათ, რომ მაგათი მშურდა, ანუ მე მგონია, რომ ეს ძალიან აცდენილობაა რეალობას. და ჯერ მკითხე კაცო, ლამაზად და ნიჭიერად საერთოდ გთვლი? მე არ ვთვლი მაგათ არც ლამაზებად, არც ნიჭიერებად და პლუს ამას ეგენი ვთვლიდე, რომ მე მშურდა მაგათი ნიჭის და სილამაზის, ასე რომ გოიმობას ვხედავ მაგ რეალობასთან აცდენაში, რომ ანუ ვერ ამჩნევენ ვინ არის და მაგათგან რა უნდათ. რაღაცაზე რომ ხალისობდი და პაროდიას რომ ვაკეთებდი, მაგათ მიიჩნიეს, რომ მე მაგათი ნიჭის მშურდა. მე არ მგონია ეგენი არც ნიჭიერები და არც ლამაზები, ну, რა ვიცი, ეს ჩემი გემოვნებაა, რა გავაკეთო. ალგებრა ფინანსებს იმდენი დიპლომები და იმდენი სერტიფიკატები ჭირდება, მარტო ACCA-ს აქვს ხალხო 12 წიგნა, 12 გამოწვდა ჭირდება ACCA-ს და მე მაქვს 9. თემო შარიქაძე, დაგემშვიდობებით. დოლიტარსკაია. გული და რაღა დროს გულის დაწყვეტა. გვანც უქუთაისელები ლორენცო და ლელუ დაჭდებიან აუთსაიდერების სკამზე. შეიძლება ვერ გეტყვით, დღეს გვიან იქნება აუთსაიდერები და ეს გადაცემა გავა, დღევანდელი გადაცემა გავა ხვალ, მაგრამ მე დღესვე მეცოდინება აუთსაიდერები. საიდან მეცოდინება არ გეტყვით. ტრადიციებით აპელირებენ. ანუ ალგებრა ნახე, რომელი ქართული ტრადიცია არის, ცუდად სიმღერა, უგემოვნო მუსიკა და წივილი, ყვირილი და ქაჯობა. რომელი ტრადიცია, ანუ ქართული ტრადიცია ეგ არ არის. ქართული ტრადიციებზე თუ მივალთ და ფოლკლორზე თუ მივალთ, ეს არის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი და ხელოვნებასთან ახლოსაც არ გაუვლიათ მუზებს ჩემი აზრით, ანუ არაფერში არ ჯდებიან. მანანიკო, ესეც არის, კი ბატონო, გეთანხმებით ჩემთან სტუდენტობისას, ხო, რაზეც აკრიტიკებენ და რაზეც ეჩხუბებიან ხოლმე, მერე უარეს აკეთებენ. ნაღრწობი ნეკნები არის ტრადიციული სიმღერა. ხალხო, რასაც მღერიან, იმასაც ნოტებს ვერ იღებენ სწორად და ანუ შეცდომით სიმღერა რომელი ქართული ტრადიცია, ანუ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ჩემი აზრით ქართული ფოლკლორის. ტელეფონებს არ აძლევენ თიკა, როცა წითელი დროშებია ხოლმე, ტელეფონებს მაგ დროს არ აძლევენ. და მარიამისგან არ ვიგებ ხოლმე. ფიზიკურად ტელეფონებს არ აძლევენ წითელი დროშების მერე, რომ სხვებს არ მიწერონ და მე ეპიზოდში გავიდეს ამის რომ გავიდეს ამის რომ თიკა